მოგესალმებით, ოქტოპუსის გამომწერებო და გილოცავთ ახალ 2025 წელს. იმედია ეს წელი იქნება ყველასთვის საინტერესო და ბედნიერების მომტანი. დღეს ჩვენს არც თუ ისე ელიტარულ ინტელექტ კლუბში ერთწლიანი პაუზის შემდეგ რევანშის დრო მოვიდა. შარშანდელი ფიასკოს შემდეგ ორშაბათობის მაგიდას მიუსხდება გიორგი მახარაშვილის უცვლელი ექვსეული. ყოფილი ტიკტოკერი, აფთიაქის ბესტსელერი, ძლიერი ნერვების და სუსტი შარდის ბუშტის მქონე, მურმან ჯინორიას რეინკარნაცია, ხელოვანი გიორგი ქორიძე. ლაშა გელაშვილის ოპერატორი, ტატოს ძაღლის სეხნია, სახელოსნო ბარის დამლაგებელი, პოლონეთში ინტერნეტ კაფეების ბიზნესის მეწილე და არავის რჩეული თორნიკი ანდრიაძე. ფლეშის ქართული ვერსია, ჰამაკის არხის ყველაზე თავდაბალი წევრი, LGBT პროპაგანდის მსხვერპლი, გუნცაძეების ოჯახის დაკარგული წევრი, სერიული ვაჟიკო გოგუა. დევიდ დოქსი. საბურთალოს მეათე ჩოგანი, უკაცრავად 1000 მეათე ჩოგანი ქალებში, კომაროვის ინსტიტუტის მათემატიკის განყოფილების გამგე, თავისივე არხზე სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, წარუმატებელი ბიზნესმენი არჩილ ცენტერაძე. სოროსის ფონდის ამბასადორი ამიერკავკასიაში, ზუმბალენდის საქსაფონისტი, დავით ლაბაძის სახელობის ბალამუტის სკოლის სტიპენდიანტი, ვაზელინის იმპორტიორ და დობრიკოლას სახე ამაზრზენი ხელოსანი და გუნდის კაპიტანი გიორგი მახარაშვილი. კარგი, ბატონო გიორგი, მოგესალმებით გუნდის კაპიტანს, მივესალმები. შარშანდელი ფიასკოს შემდეგ თქვენ გაქვთ შანსი რომ წელს რევანში აიღოთ. როგორი განწყობაა გუნდში? მინიმუმ 2 გამოვლენილია. დასაწყისისთვის მინდა თქვა. არ ვიცი თუ გაწყვეტ ჩემ გუნდის წევრებმა რომ თავიდანვე დაპირისპირებით დაგვეწყო. სხვა დანარჩენი აქეთ ხარეს ძალიან ძლიერი გუნდი ვართ. 4 ადამიანი ვზივართ. შედვართ. აი ყოველ ეტაპზე დადასტურება მიმდინარეობს deep state-ობის. კარგი, მოდი მაშინ ბატონო გიორგი, მე ვისარგებლებ უკვე შემთხვევით და გამოვაცხადოთ პირველი რაუნდი. კი ბატონო, მე მზადვალ. სანამ არ ვიჩქაროთ, ცოტა ხანი არ ვიჩქაროთ, მე პირადი შეკითხვებიც მაქვს, რა თქმა უნდა, თქვენთვის, მაგრამ სანამ პირად შეკითხვებზე გადავალთ, დიახ. გეტყვით იმას, რომ ჩვენი წარმდგენი არის ევროპაბet სპორტი და უღრმესი მადლობა გადაუხადოთ მათ და დავამატებ იმასაც, რომ დღეს სხვა სპონსორებიც გვყავს და ბევრი საინტერესო პრიზი გვექნება, ოღონდ თქვენ კარგი თამაში უნდა შემოგთავაზოთ. გაზიანი არაფერი გაქვთ? გაზიანი უპროჭესი გვყავს უკან. კარგით, მოდი ბარემ გავესაუბროთ. ბატონო ცოტნე, აბა რა განწყობა აქვს წელს? მოგესალმებით ბატონო წამყვანო, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მივესალმებოდი მოაზროვნეებსაც, ოდნავ მაინც რო ვცემდე პატივს, მაგრამ არ ვცემ. და რაც შეეხება წლევანდელ განწყობას, დარწმუნებული ვარ, როგორც შარშან, ისევე წააგებენ წელსაც. ოღონდ უფრო მეტად გამანადგურებელი ანგარიშით.
და რა ვიცი, დღეს წელს მეყოლება ჩემი რჩეული, მეცაც ვიტყვი და აუცილებლად გადავცემ მას საჩუქარს. ეს იქნება გუნდის უპროჭესი, ესე დავარქვი მე. ძალიან არ შეუმჩნევთ კლუბის წევრებს უპროჭესი ფორმაშია, შეხედეთ როგორი საინტერესო მაისურით არის წარმოდგენილი იგი. ასე რომ დანდობა არ იქნება, როგორც ხედავთ ბატონო ცოტნე. კარგით, მოკლედ პირველ რაუნდზე გადავიდეთ და ვნახოთ რა მოგვიმზადა ბზრიალამ. Deep State-დან Severus Rios-ი გლობალური ომის პარტიის აიტიშნიკი გვეთამაშება. სახელო გაგვიმეოროთ. Severus Rios-ი. მე შეგახსენებთ აქვე სამ დავიწყებთ თამაშო, გაქვთ ორი დახმარება. ეს არის უხუცესის დახმარება, რომელსაც არ იცის კითხვები და ერთის გამოყენება შეგეძლებათ, როდესაც აგებთ და ერთის გამოყენება შეგეძლებათ, როდესაც იგებთ. ანუ თანაბარი ქულის შემთხვევაში შეგეძლიათ გამოიყენოთ, როცა ორი ცალი. ხო, ორი ცალი. ზედიზედ სხოდუ ორი ცალი გაქვთ. სხოდუ? ნაპრიჩო. კარგით, მაშინ ბატონო გიორგი პირველივე მოვიდა შავი ყუთი. არის და იმცი და მოიწევა. არ ის რაც დევს შავ ყუთში, უბრალოდ ისინი ბრალობიჩი ვიტყვი. რაც დევს შავ ყუთში შეგვიძლია შევადაროთ ბარსელონას და რეალს, ნაიკს და ადიდას. შეეძლო მახარასა და კალასაც კი. თუმცა ალბათ კალას ნაკლებად. ტომი ჯერი პოზიციაში. ორივე ერთმანეთს გავს. ორივე ერთმანეთს გავს. ერთი ახალ წელთან და სანტა კლაუსთან ასოცირდება, ხოლო მეორე ფეხბურთელებთან და თავზე ხელაღებულობასთან. What? ერთი ახალ წელს. დაასახელეთ ორი რა დევს შავ ყუთში. წავიდა დრო. პეპსი და კოლა ბიჭო. ახალი წელი და ფეხბურთი. და თავზე ხელაღებულობა Red Bull-ი არის თავზე. აქედან წაიგიქრა. ისინი რა, ან ხო, მარტივი იქნება. ხო? აი, ვერსია ფეხბურთელები და გუნდები იყო, რა გუნდები იყო? ბარსას ვინა ყოლ ხას მოსწორი. წვენები, აი, ბიჭო, ბარსა რეალი არის თავზე ხარები არიან, შეჭმა ბარსა რეალი მახარა და კალა. ანუ ერთმანეთს აბადიდებიან. ხო, ხელმწიფე ხო შეიძლება. ხო. კალა და პეპსი, მაგრამ აი თავზე ხელაღებულობასთან ვერ ხვდები რა პეპსი შემოწმება. და კალამ რატო იუარა, რომ ჩემთან ნაკლებადო უფრო. კოლათან ისეთი ახალი წელი არის. იმინა ახალი წელი ეგ ვერსია მომწონს, მაგრამ ერთადერთი რასაც ვერ ხვდები თავზე ხელაღებულობა Red Bull-ი. ფეხბურთზე კიდე ყოველთვის პეპსის ქონდა ხოლმე რეკლამები რა. ხო, მაგრამ ერთად ანტაგონისტები არ არიან Red Bull-და გოგო. აი გვაქვს. საწმელი ხო არ არის. ამოიწურა კი ბატონო წუთი ამოიწურა უპროჭესი მანიშნებს და ბატონო გიორგი აბა გახსნით თუ არა ანგარიშ ნახავთ. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი აზრი იყო, თუმცა მე ძალიან რუდუნებით ვფიქრობდი და მე მოვიფიქრე, ყველა ფიქრობდა, რომ შესაძლებელია ეს ყოფილიყო კოკა და ვინ პასუხობს? ვინ პასუხობს? აფსი. ვინ ხო პასუხობს? და მე უპასუხებ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სწორი ვერსია ჩემგან გაჟღერდა. პაპსი შემოხდენა ჩვენ და ეხლა იტყვის პეპსის და კოკა-კოლა. აფსის ისახდნენ, მე უფრო ვფიქრობ, რომ ეს არის პეპსი-კოლა და კოკა-კოლა. მაგრამ ამ პასუხს ვაფიქსირებ. თუმცა მე მგონია რომ აქ ოლივიე უნდა იდოს. რატომ? არა, პეპსი და კოლა პასუხი. არა, ოლივიე რატომ? არა, შენ კაცო პასუხი გოგითხარი რაც არის. ანუ დამშეული ხართ და სულ ოლივიე იდოს. ნახე, ყუთის სიმძიმიდან თან ტექნიკური დეტალების იყო. ყუთის სიმძიმიდან გამომდინარე ბატონმა კობახმა როგორც შემოიტანა. მძიმე იყო. ხო და კარგი, დიდი მადლობა, მიღებულია თქვენი პასუხი, ყურადღება, სწორი პასუხი. გავხსნათ ყუთი და ვნახოთ. თავზე ავიდე. კი ბატონო, შეგიძლიათ. კი, გადაყირავდა. ეგ არის, კი. რა თქმა უნდა. რაც თქვი ეგ არის. კი, ეგ არის. ეს სწორი პასუხია. თორნიკი ანდრიაძეს ჰქონდა ეს ვერსია პირველივე წამზე. შენ აიცი ვის ყოდა? ბრავო, შეტრება. დიდი მადლობა. მოდი, რადგან პირველი ქულა აიღეთ, გავესაუბროთ უხუცეს და
გითხრათ, რამდენი დასჭირდება კლუბს წელს თქვენი დახმარება? გამარჯობა მივესალმები პირველ რიგში მაყურებელს და მოაზროვნეებს. როგორც არიმართება, იმედი მაქვს, რომ რა გაქვს? იმედი მაქვს და ოცნებობ იმაზე, რომ იყოს ძალიან დაძაბული თამაში, პოზიტიურად. ოღონდ დასრულდეს მოაზროვნეების გამარჯვებით. ხო, შვიდობიანად და ღირსებით მოიგონ მოაზროვნეებმა, ოღონდ მინდა რომ დაძაბული თამაში იყოს და იმედია რომ ესეთი მარტივი კითხვები როგორც ახლა მოვიდა, ბევრი არ იქნება. აი ზე მყიდია რომ გავაგზავნოთ ბატონო წამყვანი. მოკლედ იმედი მაქვს შორის უხუცეს და დაგეხმაროთ ორი და თუ უფრო ზგლობიანად ხო და ანუ ორი დახმარება აქვს. უხუცესი არ მყიდია თქვენ ბატონო და წამყვანი. მე იმედი მაქვს რომ დაჭირდება დახმარება იმ თვალსაზრისით რომ ჩავერთვები თამაში და იმედი მაქვს რომ დავეხმარებ. ბატონო ვახტანგ, მე მაქვს ესეთი განწყობა და სურვილი, რომ გადმობძანდეთ მარცხნივ დადგეთ, იმიტომ რომ მან კითხვები არ იციან და შეიძლება თქვენს დაგეხმარონ ვიღაცები და ცალკე რო დადგეთ, იმიტომ რომ თქვენ მინდა რომ ცალკე როგორც დამხმარე ელემენტი იყოს გუნდის. კითხვები არ იციან თუ იციან პირიქით. კითხვები ზოგმა იცის, მაგრამ აი ვახო მაგალთ არ იცის. ჟაფარამ შეიძლება რაღაც კითხვა არ იცოდეს და ჯობია რომ ცალკე ანუ იქით დავდგე? ხო, იმიტომ რომ ბჟელობა წავა მან. სავარაუდოდ. გამოვაცხადოთ ამასობაში მეორე რაუნდი. პირადი შეკითხვების დრო მოვიდა. ვალერიან პისჩეკი 43 წლის თბილისიდან ეკითხება ოზის, სად დედის ტყუში არის ეს სახელოსნოი? რიყეზე ბატონო წამყვანო გადავცეთ თუ შეიძლება. ხო, ვალერიანს. მე ვალერიანთან ერთად. რიყეზეა. ზოოფილი 45 წელს დათო და ძაღლებს. თქვენ ძაღლებს სად ასეირნებთ ხოლმე? არ გავცენ პასუხს თუ შეიძლება ბატონო წამყვანო მაინც. კი ბატონო, არანაირი პრობლემა არ არის. ბასტოს ეკითხება კანონიერი ქურდი მოსკოვიდან, რაში დახარჯეთ მაფიაში მოგებული 10000 ლარი? ჩემი აზრით გემახსოვრებათ რაშიც დავხარჯე. მე მგონია რომ ბასტოს საერთოდ არ ეთყობა რომ 10000 ლარი დახარჯა. ისეთ ვიძია დღეს მოსწონი. გავაგრძელოთ ესე იგი პირადი შეკითხვები. აჩიკოს ეკითხება მესამე კლასელი ნოდარიკო, რამდენზე უნდა გამრავლოთ 7 რომ მივიღოთ 61? მინიმუმ 6-ზე. ეგ გადაცემა რა არ ყოფილა. ეს გადაცემა დაიდება ამ გადაცემის დადების შემდეგ, სადაც აჩიკო თავის მათემატიკურ უნარებს ამოჭრილი ამოჭრილი თუ არის, მაშინ ჩვენ გავაგონებთ აქედან. აუცილებლად. მას. მახარას დათო გორგილაძე წერს მაგალითად გამოიღე. რას გულისხმობს წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ თხოვა რომელიც უნდა მივცე უკან დაუბრუნო. მივხვდი კი ბატონო. და კითხვა, ესე იგი, პირადი შეკითხვა არ ყოფილა ქოროსთან, ხო? ეთყობა არ არის საინტერესო ქოროს ტიპაჟი ჩვენი მაყურებლისთვის. და გადავიდეთ. რა მოვიდა? მოვიდა ნიუ-იორკი. ნორმან ოსბორნი მწვანე გობლინი თამაშობს თქვენ წინააღმდეგ. ორი შავი ყუთი გქონდა დღევანდელი თამაშისთვის და მეორე კითხვაზეც მოვიდა 100 მეტი არის ნაკლები შავი ყუთი. არა ვიცი ხომ არა პროსაღად. კარგით. მოკლედ ბატონო გიორგი ჩაიწერეთ. მე არ ჩავიწერა ბატონო წამყვანო. მაგრამ YouTube-ის მესიას ველაპარაკები. დაგესიათ. რა დაგვესია უკაცრავად? ჭიანზე ყლესია. კარგით. გერმანიაში 1858 წელს რაღაც მოხდა. 48. რის გამოც იქაურმა შუშის მწარმოებელმა გადაწყვიტა, რომ შეეთავაზებინათ მომხმარებლისთვის ნაძვის ხეები ამის ნაცვლად. მათი გაკეთებული სათამაშოებით მოერთოთ. ანუ შეეცვალათ. რადგან ის ამ წელს 1858 წელს იყო დეფიციტში. რა შეიცვალა 1858 წელს
თქვენ მიპასუხოთ 1 წუთის შემდეგ. წავიდა დრო. ანუ მე ვიცი რომ ნაძვისხებს კიდევდნენ, ეგ ვიცი ასე კიდევ ნაძვისხებს, მაგრამ გერმანიაში არა, სათამაშოები წარმოებელნაო, ხო? ხო და გირლანდების თემა ხო არ შეიძლება იყოს? გირლანდები ხო არ შეიძლება იყოს? ისი სათამაშოები? ისი ან რა იყო? ანუ 1848 წელი რამნაირი პერიოდი ვაფშე რა ხდება? დეფიციტი, მოიცა, მე ვერ გავიგე დეფიციტის გამო გადაწყვეტა. რაღაცისგან კეთდებოდა და შეთავაზეს სხვა რაღაცა? ხო და შუშის დეფიციტი იყო და ის შეთავაზა. ბიჭო, შუშის მწარმოებელმა ბიჭო გირლანდების თემა შეიძლება იყოს რა. ანუ გირლანდები რომელიც ნაძვის ხეზე იყიდება. შუშის ვიღა იყო რა. სათამაშოებს ახო არ კიდევდნენ ადრე. არ მგონია ეს. ახე რაღაც დავათავდნენ, ხო და შეცვალეთ ამით მოვთეგა. მოიცა, სანთლით ხوار ცალვე მაგრამ დეფიციტი ხوار იყო. მე მახსოვს თუმცა სანთელი მახსოვს ადრე. ხო და დეფიციტი ხوار ჩავარდა. სანთელი დეფიციტი იყო და მე სანთელი როგორ უნდა იყოს დეფიციტში ბიჭო? ვისგანაც კეთდება? ავი, შეჩემა. დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და ვინ უპასუხებს? მე უპასუხებ. მე მგონია რომ არ ვიცი, ბევრი გაჟღერდა აქ აზრი რომ სანთელი 10-ში თქვა. შესაძლებელი ეს იყო საუბარი ნაძვისხის მოსართავებზე, ხო? კი ბატონო. რო ამით თავი 1858 წლიდან შუშის ქარხნის დირექტორმა თუ შეიძლება კითხვა გაგვიმეორეთ. არა, კითხვა გაგიმეორეთ რომ მიპასუხეთ კაცო უკვე. არა, გამიმეორე კითხვა რომ ჯერ ეს ერთი იგებთ, მე დაიწყეთ უკვე ჩამოყალიბება აზრის, გისმენთ. ანუ შუშის ქარხნის დირექტორმა შესთავაზა ხალხს ისეთი რაღაც, რის დეფიციტის შემდეგ რომ ეს იყო სანთლით რთავდნენ, ესე მგონია და დეფიციტში იყო სანთელი. იყო სანთლის დეფიციტი პარაფინი იყო დეფიციტში ბატონო. რა მნიშვნელობა? სანთელი იყო დეფიციტში და შუშის სათამაშოები შესთავაზა. გასაგები, მიღებულია. შუშისგან დამზადებული, ხო. მიღებულია. პარაფინის. კარგით, ყურადღება სწორი პასუხი. ბატონო გიორგი. ხო. შეიძლება რომ გავხსნა და ეგრე გავიგოთ. არა, მე სპეციალურად, სხვადასხვა აი ესეც კი ჩემი ჩანაფიქრი იყო, სპეციალურად გითხარით მესია და აი რაღაცა ჭია მინდოდა რომ გეხსენებინათ რატომღაც. აი არ ვიცი, აი ჭია მინდოდა რომ გეხსენებინათ რატომღაც. ამოვიღოთ და ვნახოთ. აბრეშ. ძაფის გოლგალია. დეფიციტში იყო ვაშლი ძვირფასო მეგობრებო, მაშინ და ვაშლი ჩაანაცვლეს ხელოვნური ვაშლებით, რომლებიც ახლა ძალიან ბევრ ოჯახშია და ძალიან ბევრი რთავს ვაშლით. ანუ ბატონო წამყვან ვაშლით რთავდნენ ადრე ნაბიჯი. ახლაც რთავდნენ, ხო ხელოვნურმა ჩაანაცვლა, ბუნებრივი, იმიტომ რომ ვაშლი იყო დეფიციტში. ვაშლებს კიდევდნენ ხო? გერმანიაში სწავლობელი ძალიან კაი ის იყო. ერთი გათანაბრდა ამასობაში. ანგარიში. მეგობრებო, მოდი უკვე გათანაბრდა ანგარიში. ბატონო ვაჟიკო. მოდი გამოვაცხადოთ. ლუდის პაუზა გამოვაცხადოთ, რომ რაღაცა ალკოჰოლური იმედია ქოროს არ გაუჩნდება შარდის ბუშტი, მაგრამ 5-დან 0-ის პაუზა გამოვაცხადოთ, რომ შემოვიტანოთ ბარე. მეტავი შემოვიტანს. სანამ შემოვიტანს ადივცემული უპროჭესი იქამდე ყავს ჩვენ სხვადასხვა სპონსორები და მოდი კრედოს წარმომადგენელი გვესწრება, სხვადასხვა ჩვენი სპონსორი ბანკი და მოგესალმებით ბატონო. ის დააჯილდოებს როგორ ვიცით თამაშის შემდეგ ერთ პირველ რიგში გეტყვით რომ ძალიან დიდი პატივია კრედო ბანკისთვის მოაზროვნეთა კლუბში ყოფნა. ძალიან გვიხარია რომ აქ ვარ დღეს და დღევანდელი თამაშის საუკეთესო მოთამაშეს, რომელსაც ალბათ კლუბი ერთად გამოავლეს, გადავცემთ 500 ლარიან პრიზს. ძალიან დიდი მადლობა, კრედო ბანკი არის ოქტოპუსის სპონსორი. მეგობრებო, უპროჭესი ჩამოარგებს 5-დან 0-ს გერმანული ლუდი ჩვენი სპონსორი და შეგიძლიათ მიიღოთ. აღოვარიგებ? 5-დან 0. შევქის მოვიდადე. ძალიან საინტერესო კითხვები გველოდება წინ, ასე რომ ნუღა დავაყოვნებთ გუნდს, რომელსაც რევანში ასე წყურია და გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე, მესამე რაუნდი. მედია შემდეგს გამოვიცნოთ. ვაშლს ხვდება ბიჭო. ვაშლს ურტყავს. ქოროსთან მოვიდა შეკითხვის garaში არ დაგვიტოვებია, რა თქმა უნდა. YouTube-ის მაყურებელი ეკითხება, თუ გიჭირთ თამაში ყოფნა, რამით გვანიშნეთ? კი ბატონო. დამელოდეთ. ვაჟა ლომიძე ეკითხება დათო და ძაღლებს, თქვენი რომელიმე ძაღლი თუა პორშეში ნაჯდომი?
არა, იმედი მაქვს, ოდესმე აქამდე მივალთ აი. ეგ არის ჩვენი ცხოვრების მიზანი. კი ბატონო, ვოლტერ სვანიძე აჩიკოს ეკითხება, თუ გაქვთ ნანახი მულტფილმი როგორ მოვარჯულოთ დრაკონი? არა. უყურეთ სხვადასხვა კაი ჰინტებს მიიღებთ. ადანე. გაიგვიძა დრაკონი. მოვიდა მუმბაი. ეს დათო და ძაღლებს დევიდენ დოგს მინდა რომ მივმართო. აძინაძინია ბიჭო, არ ინერვიულობ. სერიალებს თუ უყურებთ და რომელ სერიალებს გამოარჩევთ? ყურობთ. აი თქვენ საყვარელი ტოპ 3 სერიალი რო გითხრათ? არ უყურებ სერიალს. ბატონო დაყვანა. სერიალებს არ უყურებთ. არ უყურებ. ანიმაციურ სერიალებს თუ უყურებს ვინმე? მე ვუყურებ ანიმაციურ მე სერიალებს. ვუყურებ. ბეკი და მორტის. ანიმაციურ სერიალებს ხო? ანიმაციურ სერიალებზე თუ ართ, შეგიძლიათ დავიმბრუნდეთ უკან. სერიალის სხვადასხვა ანიმაციურ შეიძლება იყოს და შეიძლება გეთქვათ. არ ვიცი თქვენ რა წარმოადგენთ. ბატონო წავყანო. ანიმეზე დაბრუნდით, შეგიძლიათ არა პრობლემა. ესე იგი, მუმბაიდან ჯიმი ბალაკნიშანი, ვოლტის კურიერი გეთამაშებათ. მუმბაიში რატო აქ რატო არ არის? ჩამოსული იქიდან. ან წასული და იქიდან გამოგზავნა, არ ვიცი დღეს ზუსტად ვერ დავაკონკრეტებ. გაქცევა შოუშენკიდან თუ გაქვთ ნანახი. დიახ. ფრაგმენტები მახსოვს. ასეთ საკულტო ფილმებზე ხშირად აკეთებენ ხოლმე პაროდიებს. მაგალითად, Family Guy-შიც გააკეთეს ამ ფილმის პაროდია. სადაც პიტერ გრიფინი გარბის შოუშენკი. უნდა გამოვიცნოთ. ბასტო არ მისმენს. ისმენთ. პიტერ გრიფინი გარბის შოუშენკიდან, ესეთი ეპიზოდია. ორიგინალში ენდი დიუფრენსი როცა მილს ხედავს და ასე იპარება შოუშენკიდან, ის ელოდება ჭექაქუხილის ხმას, რომ ხმაური ვერავინ ვერ გაიგოს. აი, პაროდიაში კი პიტერ გრიფინი ელოდება სულ სხვა ხმაურს. შოუშენკის დაცვა უყურებს ერთ-ერთ სერიალს, მეგობრებო. ამ ძალიან პოპულარული სერიალის ოპენინგში, დასაწყისში, სიმღერაში არის ერთი მომენტი, რასაც ელოდება და უნდა რომ დაამთხვიოს ეს მოადამდე ის ხმაური. ყურადღება შეკითხვა, რას უყურებს შოუშენკის დაცვა? წავიდა. ბიჭო, არა, მაგრამ ფრენცი და ალბათ ტაშის თემა მახსენდება მან რო არის. რასაც მუსიკაში ვის ინტროში არის ხმაური? რომელიმე სერიალი, სადაც მუსიკაში რამე ხმაურია. სერიალი კინო რას უყურებ? არა. სერიალს უყურებ. სერიალის ინტრო არის, სადაც ხმაური არის, რაღაც ბიჭო, კონკრეტული. პირიქით შეიძლება გადაუდგნენ რაღაცას და ეგეთი სერიალი ქონდეთ. ანუ ფრენცი შეიძლება, ანუ პირიქით ტაშის ანუ ხო, რაც არ უნდა უწონს გავხსოვდეს შეიძლება ეგ სერიალი ქონდეთ. გადებული სიცილი შეიძლება. სამე ყვირილი არის, როგორი Family Guy როგორ ოჟა, იცი, აშარჯებენ, ეხადავებიან ხოლმე. ხო და მაგასო ეგეთ სერიალი რა გახსოვს? სერიალის ინტროები უნდა გავხსოვდეს. სერიალის Family Guy-ში მელი სერიალისთან ეხა ახალი თემა არ იქნება Family Guy ალბათ 2000. ეხა ბოლო. შეიძლება 2000 ეხაც არა შეიძლება წასი სერიალები უნდა ჩამოყალიბდეს უნდა ბიჭო, რამე თუ გახსოვს. ბიჭო, ანუ Prison Break-ი ბიჭო, ხომ არა, მან Prison Break-ში ძალიან ინტროში ისეთი ინტროში არ არის არის დრამ საუნდი დიდი არ არის არაფერი ეგეთი. კივილი ხوات მე რაღაცა ხმა ხوات გაქცევა ლოგიკურად ხარებდება პროსტა. შეწყდა კამათი. შეწყდა კამათი. ბატონო გიორგი. საინტერესო მსჯელობა იყო და გისმენთ ვინ უპასუხებს. სწორად პასუხი თუ იყო. ერთით-ერთი ანგარიში ამას აღგეთქვით და თანაბარ. რატო? იმიტომ რომ უნდა აგიდგეთ, რომ დაგეხმაროთ. ჩვენი გუნდიდან ყველაზე მესერიალე სახეებზე ასე შევატყეთ, ეს არის ოზი ბოზი, რომელიც გასცემს პასუხს. და მგონია რომ სრული პასუხისგებლობა ოზის ეკისრება ეხა ამ კითხვის პასუხს. ბატონო თორნიკე. ოზი ხო მე ანდრიაძე. ხო. გისმენთ. ბატონო წამყვანო, ერთადერთი მე რაც ხმა გაგიმეორე. არ მჭირდება. ანუ ერთადერთი მე რაც გამახსენდა ესეთი იკონური რაღაც ხმაური სერიალში იყო ტაში ფრენცის ოპენინგიდან რა. და ფრენცის შეიძლება ოპენინგიდან და ეს ემთხვევა მილის გახეთქვას? შეიძლება რომ მაგ დროს ანუ ბატონო სიმსონი. ოზი შეიძლება აშმა გადაფარა მილის გახეთქვის თელი ეს დაცვებით უკრავენ იმ ტაშსო აი ესე. ოკეი, კაი. ყურადღება მეგობრებო, სწორი პასუხი. მიდი ბატონო წამყვანო. ხო, წაგვიმღერებდით ბატონო თორნიკე, მონაკვეთს და ტაშიო დაუკრათ ერთად ყველა, იმიტომ რომ ეს სწორი პასუხია. ეს ოზი ყოცა ბატონო წამყვანო მინდა გახდეს პასუხი.
2-1 ოზი მოიტანა უკვე 2 ქულა ასე ვიტყოდი მე. აი გადავიდეთ მოკლედ მეოთხე რაუნდზე. ბლიცი მოვიდა. სუპერი არ არის ბატონო წამყვანო. სუპერ ბლიციც არის, მაგრამ მოდი ბლიცი ვითამაშოთ, მაშინ თუ მოვიდა, ოღონდ აი სუპერ. მოდი გადავიდეთ სოკარის წარმომადგენელთან, ნიკა შევარდნაძესთან, რომელიც ზრუნავს ჩვენს ინტერნეტ კლუბში იცავს გარემოს ბატონი ნიკა შევარდნაძე და გვეტყვის მის რჩეულს რას გადასცემს დღეს. სოკარი როგორც ყოველთვის მოიცა ეს თუ რა სიტყვისაწვევი უეჭველი ჭირდება. არა, ესე აი დღეს თუ იქნება ბატონი მახარა დაღლებში და საუკეთესო ჩაჭუტი. დღეს თუ იქნება ბატონი მახარა საუკეთესო რა თქმა უნდა ის მიიღებს ნანო პრემიუმის 200 ლიტრს ოღონდ ერთი უნდა გავასწრო მახარა საწავად მინდა ღმერთო. ასე რომ სოკარისგან 200 ლიტრი ბენზინი გადაეცემა სოკარის რჩეულს პირველი კომპანია იქნება აი, ის სოკარის გადმომცემს და დავხარჯავ გადმოცემულს ამ მადლობა ბატონო ზარყვანა, ყველა გილას ბასტოს გავაგებთ ბასტონი გილი. ბასტოსთან ძალიან მიჭირს ურთიერთობა აქედან, იმიტომ რომ ყურადღებას მე არ ბატონო დაყავ შემიძლია რომ მივაწოდო პეშტაც ვახან გაჩნდეს. ძალიან დამავალებს ისეთ უფლება რო ქნას. იმიტომ მე კმენს. კარგით, ვითამაშოთ ბლიცი. გოჩამ გალობლიშვილი ანსამბლ 9 კარის მეგარმონე ითამაშებს თქვენს წინააღმდეგ ლაპლანდიიდან. სამკითხვიანი ეს არის, ხო, წამიანი. ბატონო გიორგი, ქორიძე. ბოდიში, რავი. ბატონო გიორგი. დიახ. შაბათი შოუს კონცერტებს თუ უყურებდით საახალწლოს, ნანახი მაქვს ალბათ რამოდენიმე. რომელს გამოარჩევდით, ანუ საყვარელი ნომერი ხომ არ გაქვს? ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ალბათ ნანახი მაქვს რა, შანსი არ არის, რომ ნანახი არ მქონდეს. კარგით, ესე იგი ბლიცი ეფუძნება შაბათი შოუს წლის საახალწლო კონცერტს, რომელიც 2006 წელს გავიდა და მაშინ დავით გოგიჩაიშვილმა წარადგინა აი ცინკვესების ჟანრის ნომერი დაახლოებით, სახელით პოლიტიკური ჰიტ-აღლუმი. მე მოგასმენებთ სიმღერას. და თქვენ უნდა მიხვდეთ, რომელი პოლიტიკოსი მღერის. ჩუ 20 წამი თითოეულ კითხვაზე პასუხისთვის. პირველი არ მინდა მე რომ დრო დავგარგო ბევრი საქმე უნდა მოვასწრო გავიგე გლდანში მილი გასკდა მომიწევს შადრევანის გახსნა წავიდა დრო. მე იქნებოდა უგულავა იყო ხო? მეც იყო თბილისის მერე გიორგი უგულავას, მაგრამ მახარა უპასუხებს ალბათ. აბა, მოიცა უგულავა იყო. უგულავა იყო მე მაშინ ხო? მაშინ დროს მერი არ მახსოვს. ხო. ჭიაბრերը ვიღაც სხვა. მირებზე მახსოვს, კითხვა შენდა. მერე იყო თუბანამდე. და მიშა სააკაშვილი. ამოიწურა. გიგი უგულავა იყო ვეროფის. ამოიწურა დრო ბატონო გიორგი ვინ უპასუხებს? ბასტო უპასუხებს როგორც ჩანს. ბატონო ვაჟიკო, კაპიტან მაგარჩია თქვენ პირველად რაღაცაში, ასე რომ შეგიძლიათ მიპასუხოთ. მაგარი ძალიან დიდი მადლობა კაპიტანს ამ დროს რომ ამარჩია. 2006 წლის პოლიტიკოსებში კომპეტენტური ვარ ნამდვილად. 8 წლის ვიყავი, 9 ვიყავი. გიგი უგულავა თქვიო, მეუბნება, მაგრამ ვიტყვი გიგი სააკაშვილი შეიძლება ვთქვა, მაგრამ აი ბატონო ვაჟა. კითხოს როგორი ამბავი ბატონო წამყვანო, კითხვა რო გამიმეოროთ თუ შეიძლება. კითხვას ვერ გაგიმეორებთ, გისმენთ. დიდი დიდი დრო გავიდა, აღარ მივიღებ. აღარ მივიღებ. გიგი უგულავა მიღებულია. სააკაშვილი ყო? ბატონო ვახო მობძანდით აქ. ელიტარული ინტერნეტი კლუბიდან გამობძანდით. ბიჭო, ოთახიდან გავიდეს. მე მაგას ვამბობ და კაპიტანმა შემიდობა. მეგობრებო, სწორი ვერსია არ გაინტერესებთ? ანუ ვახო ბოლოთაშოს ენდობით თუ წამყვანს? ზეგერია გიგი უგულავა არის პასუხი. სწორი ვერსია იყო მიხეილ სააკაშვილი. ო ბიჭო, აი 2-2 პირველივე კითხვაზე ბლიცის წააგეთ. მაგას შადრევანზე სააკაშვილი მახსენდა. ეგ იყო ერთადერთი რა და შადრევნებთან ვინ ასოცირდებოდა გიგი უგულავაზე რომ ჩამოართვით ხელი პირდაპირ. აუ ბატონო წამყვანო სააკაშვილს ვამბობდი და გავაგრძელოთ რა. მოგასმენინებთ ისე? მართლა სააკაშვილს ვამბობდი. დაანჩეს მოგასმენებთ თამაშიო დამთავრდება. კონცენტრაცია ეხლა. აუ რა კონცენტრაცია ეხლა. ბატონო წამყვანო, ძალიან მიხარია რომ ესეთი უნიჭო ხალხი შეიკრიბა ერთ გუნდში და ესე მიდის თამაში, 2-2 არ არის კაი ანგარიში, მაგრამ არა უშავს უარესად წააგებენ
და მინდა გთხოვოთ. აშკარად იმაზე მეტ დროს აძლევთ დროის დამთავრების მერე საფიქრალად კიდე და გასაგებად. ეგეც არ ყოფნით ბატონო ცოტნე ხო ხედავთ რამენად ხონა შევუწყოთ ხე. მესმის მაგრამ რა ჩემი პრობლემაა ეგ წესებია და ძალიან გთხოვთ რომ მაგისთვის არის სხვათა შორის უპროცესი. ხო. უპროცესი ბატონო წამყვარო თუ გაითვალისწინებთ. აქვე გეტყვით უპროცესი გამოავლენს თავის რჩეულს, ყველაზე პროჭს მაგიდაზე და გადასცემს თავის პრიზს თამაშის ბოლოს და ასევე გამოავლენს ყველაზე ცუდ მოთამაშეს, ვინც ყველაზე ცუდ ითამაშებს და მას გადაეცემა 1 შეკვრა 5-დან 0. ასე რომ უპროცესაც მე არ ველაპარაკებოდი თქვენ ადგილასაც. ბატონო წამყვანო. ბატონო წამყვანო, სააკაშვილს ვეძახდე. მეხუთე რაუნდზე გადავიდეთ. აი ბიჭო ყველაზე დაიკიდე რა მოგასმენი. პირველი მეჩი ვარ. აგე მიიღე რა და. აი თო, მეჩი აღარ ვარ. მახარ. ყველად მოიქეცე, უბრალოდ მეტი არაფერი. ბატონო მე გავაკეთე ბიჭო, მე ერთად გაბრალები შეჭემა. შენ და შენ მიხარი გიგულავაო. რა მოვიდა? ოჰოჰო, 2-2-ზე. ბატონო გიორგი. აბა რაღაც თამაში ისე მიძო, გუნდი რაღაც ვერ გიჭირავთ ხელში, რაღაც ბევრი ტრიკინი მისმის. აი დაიჭიროთ, აი. ბევრი ტრიკინი მისმის. აი ეს გამოყული, ამან დაიწყო გახეთქილება, იმან აყვა. აი ეს გამოაყეს და ორი კაცი დამრჩა. ოზი და დავიდენ დოგი და სუპერბლიცზე ვის დატოვებთ? თქვენ ითამაშეთ წინა სეზონში მახსოვს და წინაზე რო გამახსოვს სტატისტიკა კარგად ვითამაშე? ვერა, ვერც ერთი ბლიცი თქვენი ვერ იყო მაინც და მაინც კარგი, მაგრამ მაშინ გამოსაცდელი მე დავრჩებოდი თქვენ ადგილას. იცით რატომ? იმიტომ რომ ლავ კიცნისი გვეთამაშებათ ან არ მაქვს თქვენზე მორგებული. მე დავრჩები. მაგრამ რა ვიცი, ნებისმიერის მე მიჩვენია რომ ბასტო არ გაშავდეს ამ კითხების მე ვერ გაცემულ პასუხებს და ისე ჩემზე წამოვიდეს აგრესია. კარგით. ბატონო გიორგი რჩება კვლავ, იმიტომ რომ ნუ ტიბიდან კი ჩამოვიდა, მაგრამ ტიბიდან ჩამოსulis არაფერი ეთყობა მას, ისევ ზემოთ გრუპლებში იყურება. შარშან თქვენ დღეობების ორგანიზატორი დაამარცხეთ, ოღონდ დაგეხმარათ მთელი გუნდი და ახლა თუ იქნება პატარა კარნახი, აღარ მივიღებ, ან თუ რამე დახმარება იქნება, მე დავეხმარები, არ იქნება. მადლობა ბატონო. დიდ მეგობრებო, სუპერ ბლიცი ბატონო გიორგი იცით რაზეა? არა, სამწუხაროდ. სუპერ ბლიცი არის ძმებზე. მე გაჩვენებთ ძმას? დიახ. არაცნობილ ძმას და თქვენ ცნობილი ძმა უნდა გამოიცნოთ. არა, კაი, ხო, არ ვეძები არა რა. წითელი წები არა რა. დიახ. ეს ამის ძმა ვინ არის? მაგალითად უნდა ამის ძმა ცენზურის დარღვევის უფლება გვაქვს ბატონო. გააქვთ რა თქმა უნდა, თუ გიძლია. ამის ძმა არის დიდი ძმა. ამის ძმა დიდი ძმა. კი ბატონო, ეს არის გააჩუმო. აი წაიღეს თუ. კი ბატონო, ეს არის მაგალითი. მაგალითი. აუ ეს თუ მაგალითია? პირველი შეკითხვა ეკრანზე წავიდა. უნდა დამისახელოთ ცნობილი ძმა ამ ადამიანის. აჩი. ბიჭო, ეგი ის არ არის. ამის ძმა, ვიცი, ამოიწურა დრო. აბა ძმების ექსპერტი თქვენ. სწორი ვერსია თუ იყო? კი, იყო სწორმა ვერსიამ გაითყაპუნა. დახმარება აქვს, და ეხლა თუ დახარჯავს, რა თქმა უნდა, უხუცეს შეუძლია რომ თხოვოს დახმარება. უხუცესი დახმარებას ვიყენებ. უხუცესი ეხმარება და კარგავს ამით ერთ დახმარებას გუნდი. ცხილაძე არის რომა. რომა ცხილაძეა? სპილო. კი ბატონო, რას პასუხობთ ბატონო გიორგი? არა. რაზე ვერ იტყოდი შეჩემა. რა მარტივია როცა იცი პასუხი. გისმენთ ბატონო გიორგი? სპილო. სპილო ვინ არის? რომა ცხილაძე. რომა ცხილაძე ბოდიშ. ანუ ეს ამის ძმა უნდა გამოიცნოთ ბატონო გიორგი. ხო, ამის ძმა უნდა გამოიცნოთ, კი ბატონო. ესა რომა ძმა? ძმას რა ქვია ბიჭო? ცხილაძეა რა ბიჭო? ცხილაძე. ხო. ნახოთ სწორი ვერსია? ლენგი. ნამდვილად სწორია, რომარ ცხილაძეა, ძმა არის რომარ ცხილაძე. თემო იყო, თემორ ცხილაძე. არა, რომა ამან მითხრა. ვერ მივხვდი. გააჩვენე. ბატონო, ვაჟიკო კინაღამ გამოგაძროთ, ახლა ეგ აღებული ხულა. გიგი უგულავაში. აი. შიგარის ნაცმაიდანის ხალხს რომ გააჯმეინო თაკენა. სუპერ ბლიჩი დაიხარჯა უკვე ერთ დახმარება. არაფერი. სურათი ნომერი 2. და კაი პირისახის ბიჭი არის. ვისი ძმა არის? ამის ძმა უნდა დაასახელო. პაუკის ძმა ხო არ არის?
მაგრა გავს რა. ბატონო გიორგი ამოიწურა 20 წამი. ისმენთ? რა. ისმენთ? ეს ვინ არის რომ მითხრათ? ეს? ხო. ეს არის ერთ-ერთი ცნობილი მსახიობის ძმა, რომ ბავშვობიდან ცნობილები არიან სხვათა შორის. მისი ძმა უფრო ეს ცნობილია. მარტო სახლის ძმა ხო არ არის, მაგასაც მაგრა გავს. არ ვიცი, ანუ არ იცი? აი მარტო სახლის ტიპს ვამსგავსებ. ან იმას, ჩელაუკ-პაუკის ძმას და უფრო მარტო სახლის ტიპი წამალში გაიპარაკე და წამალში კი არის და ეს არა გავს და რა შეიძლება ძმა იყოს. რომელს პასუხობთ? სწორი ვერსია ამორში არის. კაროჩე წამალში კი რა, ჰოუმ. სახელი და გვარი უნდა მითხრა. აუ არ მახსოვს ბიჭო, რა ვიცი, შეჩემა. ლუი ანდერსონის ახლობელი იქნება უეჭველი. ანუ ნახოთ სწორი ვერსია. რა არის? მაკალეი კალკინის ძმა იყო. იყო რა, ხო გითხარი, შეჩემა ეხლა რა პონტია. პროცესზე გაიხარ მთელი დარბაზი რომ თქვენ მისულიყავით ჩელაუი-პაუკი მაკალეი კალკინამდე. არა, ორ ტიპს ვამსგავსებთ ხო. ჩელაუი-პაუკი და აძინდომა და ერთ-ერთს ამოვარჩევდი ეხლა რა. აი, შეკითხვა ნომერი 3. ეს არის აჩი არველაძე. ამის ძმა არის შოთი არველაძე და ხო. ეს არის აჩი არველაძე და ამის ძმა არის შოთი არველაძე. ეს არის საბოლოო პასუხი. არა, ეპიზოდი შეხვი. ეს არის მივიღოთ? არა, შენ რეზი მოждდა თუ უბრალოდ აღარ მოждდა. აი, შოთიდან და აჩიდან დავარჩიო. დაგიფუჭე საქმე ისევ თქვენმა მეგობრებმა. არა, რეზი ვიცოდი შეჭა. პროსტა კითხვის არცი ხო იგიყო რომ შოთი და აჩი უნდა გამერჩია ერთმანეთისგან. შეცდათ რომ თქვა. აი ხა მე ხო არ მიყვარს ეგ. გარში ეს თუ არა? მიიღე პასუხი? გისმენთ საბოლოო ვერსია? შეჭება გავხსენ პაროდიებს შენ ვაკეთებ რა. კარნახის გარეშე. ბატონო გიორგი, გისმენ, მივიღე მაშინ. ეს არის აჩი არველაძე. ეს არის აჩი არველაძე, ანუ ძმა არ უნდა იყოს შოთა არველაძე ეხა, გამოსახული, ხო? შოთა არველაძეს პასუხობთ ანუ. მაინც ვეღარ გამოსახო, ეხ მაბრევ შეჭა. ეს არის აჩი, მიღებულია. ეს არის აჩი არველაძე და შოთა არველაძეა თქვენი ვერსია. ყურადღება. ეს არის ვინ არის? ყურადღება, სწორი პასუხი. ეს არის აჩი. ხო. მართალია, შოთა არველაძის ძმა, აჩი არველაძე იყო. 3-2 მოიგო კაპიტანმა რისლავი ვაგლახი სუპერ ბლიცი. მესამე ძმა რო იყო. ჩვენ თამაში ესწრება ლიტვის რასადროდისის ტრადიციების დამცველი და ლიეტოვის კი ბატონო და კითხოთ ესეთი საშინელებები იქ თუ ხდება ხოლმე და რა მექანიზმებით ვებრძოლოთ ამ ვაკხანალიას. მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან საინტერესო დაძაბული თამაშია. იქ ბევრად უარეს რაღაცები ხდება, ანუ ბევრ რაღაცაში ჩვენც ვართ წინ, ეგრეც არ არის საქმე, ამიტომ არაფერი ისეთი არ მინახავს აქ, რაც აქამდე ნანახი არ მქონდა. წარმატებას უსურვებ გუნდს, უხუცესის დახმარება. ჩემი აზრით ცოტა გვიან უნდა გამოგეყენებინათ ბატონო კაპიტანო. ჩვენ კარგებს ვარ, რომ მოახერხებთ მოგებასს და წარმატებას ვისურვებთ. თავი deep state. მადლობა. Deep state. ტრადიციების დამცველს. და ალბათ ბოლოთან ვერ გაიგო რომ აქედან გამოდით ხო და გავაძევე და შეიპარა ისევ. ბოლოთას დახმარებულზე პასუხის გამცემის ჩემდა თავად პრიში შევეცი. მეექვსე რაუნდი. ეს რა ხე არის ბიჭო. აუ თქვი რა სააკაშია და ეხლა ტელევიზია გამომაცხადა. შენ მოგეწი უყურება რა. სერაფის თუ დარწმუნებული ხარ. დარწმუნებული ძმა ისინები არის რა. ბოლზები. მერე მე ცოტა ხანი რა ბოლზი ყოფილი. რა მოვიდა? გორი მოვიდა? მეგობრებო, ამასობაში გამოიწერეთ ჩვენი არხი. ბიჭების ბატონო წავყარო, გილოცავთ 200.000 ასვლას. დიახ. კიბე დაგვიტოვეთო თქვენამდე მოვიდეთ. მე წავთხო რომ უფრო მეძიას ვულყავით, იმიტომ რომ ერთ-ერთი YouTube არხი გაქვთ ჩემს მერე, ვინც კონტენტს არიპარავს და თავიდან ბოლომდე თქვენი ენერგიით და შრომით დებთ. ხამაკმა რა მოიპარა, რომ არ მითხრათ? რო ახსნა დიახ ხამაკის მოპარულ კონტენტს. ან დათო და ძაღლებმა ვისლა მოპარა, ძალიან მაინტერესებს. კაი, ოზი კაი გავიგე. არა, მე ვსაუბრობ YouTuber-ებზე. აჰა. მაშინ კი ბატონო, YouTube ღმერთებზე არ საუბრობ, რა თქმა უნდა. მოვიდა გორი მეგობრებო. ბაგადერ გოლში. ვალტერ ნადიბაიძე, კრემლის პროპაგანდისტი. ვინ ვალტერ?
მე აღარ გაგიმეორებ შეკითხვას, დავიწყებ. ვალტერ ნადიბაიძე, კრემლის პროპაგანდისტი. ბატონო აჩი. პირველი კლასის სახელმძღვანელოდან რა გახსენდებათ? აია. აია. რა შეჩემა? აია. მანამდე არაფერი გისწავლია შეჩემა? პირველი კლასის სახელმძღვანელოდან რა გახსენდებათ? ეკრანზე გამოისახება პირველი კლასის ანუ თქვენი დონის ხელოვნების სახელმძღვანელო. ბატონო წამყვანო საერთოდ არ იყოს ასაცილო რაც თქვი. კაპიტანს გულისხმობდა. გაკვეთილი სათაურია მეგობრებო. გაკვეთილი პირველ კლასში უცნაური ფორმის ნაგებობები. პირველ სურათზე თქვენ ხედავთ სიდნეის თეატრს. მეორე სურათზე არის რივერსაიდის მუზეუმი გლაზგოში. ხოლო მესამე სურათზე გამოსახულ უცნაურ ნაგებობას კი საქართველოში შეხვდებით. ვანახე. ეს თქვენ უნდა მითხრათ რა ნაგებობაზეა საუბარი. ეს ნაგებობა რომ წმინდა ელენას კუნძულზე ყოფილიყო, იქიდან ერთ ადამიანს იქნებ გამოქცევა მოეხერხებინა. წავიდა დრო. კითხვა ვეღარ გავიგე. წუთი წავიდა. შენობა რომელი არის მსგავსი მესამე ის რაღაცა რო თქვა. წმინდა ელენას კუნძულიდან გამოქცევა საფრთხე ხიდი ჩაუნგრეს, ამიტომ ხიდი იქნება ის Always Ultra. Always Ultra-ს ხიდი. შვიდობის ხიდი ქვია. შვიდობის ხიდი. შვიდობის ხიდი უნდა იყოს რა. წმინდა ელენას არა, კუნძულზე იუსტიციის არ ვიძახი, შვიდობის ხიდს ვიძახი. ბიჭო, ხიდით გადმოვიდოდა იქიდან. ხო, მაგრამ ხო გაიქცეოდა. არა, სხვა რაღაცა. იუსტიციის სახლია ნაგებ შენობა. და მაგის წინ არის ეს შვიდობის ხიდი. არა, მაგის წინ როგორ არის რიყეზე არის. შვიდობის ხიდი. აა, კაცო. სახელოსნოს თავზე რო არის. სახელოსნოი არის ისად არის შეზე იყოს. მაგრამ მე მაინც ის გქონია. ის კუნძული არ ვიცი უბრალოდ და მაგიტომ ვერხვდები. ამოიწურა დრო, წუთი გავიდა. ბატონო გიორგი, ორა საინტერესო ვერსიები იყო და უნდა არჩიოთ ეხლა ხორი და შენ თავს გაგცემ, ბატონო წავყარო. სწორი პასუხი იყო? სწორი ვერსია არ ვიცი იყო თუ არა, იმიტომ რომ იგებთ. მე უპასუხებ. ისმენთ? იმიტომ რომ პირველი ვერსია რაც იყო. მითხარით ვერსია, კი ბატონო. მინდა რომ ახსნე ეს ყველაფერი. არა, ჯერ მითხარით, მივიღო პასუხი და მე. რახან არა, ვერსია რა ნაგებობაზეა კი საუბარი. ბატონო, ანუ რა ნაგებობაზეა საუბარი. მინდა რომ ჯერ ვერსია და მე. აღარ მივიღე. ბატონო გიორგი აღარ მივიღე. ბატონო გიორგი ქორიძე რაღა გამოაყვა. არა, თქვენკენ ვიყავი სპეც დაგარტყავს. ეს არის შვიდობის ხიდი, თუმცაღა დოკებითაც შეიძლება რახან ხო, ანუ პაბეგის აწევა დოკებითაც შეიძლება. აი დოკებით პაბეგი როგორ უნდა აწიო ძალიან მაინტერესებს. იმიტომ რომ ამ დოკებს აქ აი ესე ხო, კი, გასაგებია. და იქიდან რომ მოხსნი ამ შუშებს. შვიდობის ხიდი მივიღე. არ არის. არა, იმიტომ რომ გაქცევა რომ კონოდაო, შეციროდა. დიახ. შვიდობის ხიდი მივიღე. დამშვიდი. ნახოთ, სწორი ვერსია რა არის. ეს სწორი ვერსია მეგობრებო, წმინდა ელენეს კუნძული იყო მინიშნება, ნაპოლეონი იყო დაპატიმრებული იქ და ბატონო არჩიოთ, თქვენ და ნაპოლეონს ერთ დღეს გაქვს დაბადების დღე და ნაპოლეონის ქუცაც ეძახიან ამ ხიდს, ასე რომ 4-2 წინ გაიჭრა გიორგი მახარაშვილის 6-ეული. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. დაიდროს მიეთ კარტავს ხოლმე. მოდი პირადი შეკითხვები გავაგზავნოთ. გივიყოთ 13 წლის ქარლიდან ეკითხება ოზის. იუთუბერობა მინდა და ოჯახში მიშლიან ოზისნაირი გამოხვალო, რა უპასუხო? გამოდი. არა, ძალიან დიდი გოდიში. ახლა ბავშვებს ეხება საქმე, რას ქვია გამოხვალ, კაცო. ხარამე პროფესია არის შემეგობარო და ეცადე რომ შენ ცხოვრების კერა იყოს ოზიან. ბატონო გიორგი, თქვენთან იქნება შეკითხვები. დიდი მადლობა. ოზიმ გვიპასუხა უკვე. ია ენდელაძე ეკითხება David and Dogs. დათო იმ დღეს დაგინახეთ ზოომაღაზიის გამყიდვას, ეჩხუბებოდით თუ ეთამაშებოდით? შემდეგ კითხვა თუ შეიძლება. შეიძლება საფრთხეებისთვის ისე. პასუხი უნდა გაქცეს. გაზის ქვაბების მემონტაჟე ეკითხება ბასტოს, როდის იწყება YouTube ლიგის ახალი სეზონი? ახლა თქვენ 10000 გამომწერზე, ეგ მაინტერესებს პირველ რიგში.
ჩვენ 200.000 გამომწერს გადავწდით. არა, გაზის ქვაბების მემონტაჟას ვეკითხები. გაზის ქვაბის მემონტაჟი ვერ გიპასუხებთ. ალბათ უნდა ხვდებოდეთ, რომ მან კი წერილი გამოაგზავნა და ახლა აქ არის. შეხედეთ, მე მას მივმართე, ბატონო წამყვანო. დიახ. და პასუხს დაელოდეთ აშკარად. Instagram-ზე, ბასტო მაგარია. აჩიკოს ეკითხება ერთ-ერთი გამომწერი, რამდენად გაყიდით მახარას ყველა ამოჭრილ მომენტს შავ ბაზარზე? საწყისი ფასი ალბათ $150,000. $150,000? მათემატიკა არის და 150 შუაზე რო გაყოს, მაგაზე დაჭირდება ალბათ 1 თვე. უპროჭეს თხოვ რა თქვენ პროჭი ხართ ვერ ბავალთ და საქციელზე ნუ გადავალთ, იმიტომ რომ აშკარად გაფანტულია ყურადღება ჩვენს კაპიტანს. ვაკე მოვიდა საბა ჯანაშია ლეიბორისტების სის 50-ე ნომერი ითამაშებს თქვენს წინააღმდეგ. ბატონო ოზი, თქვენ თამაში მიგდით აშკარად და მოდი თქვენთან ვითამაშოთ. რისი ყურება გიყვართ YouTube-ზე? ლაინუსის სხვათა შორის ისე ძალიან კაი არხი არის, ყოველთვის ძალიან კაი. კამერაში რომ იყულოს? დიახ, ან ლაინუს ტექნიფსი არის ეგეთი არხი და ურჩევდი ყველას. მაშინ ესეთი კითხვაა. ერთ-ერთ საღამოს მეგობრებო, YouTube-ზე ოქტოპუსის ბიჭები უყურებდით ვიდეოებს. აჩის ოქტოპუსის ბიჭებზე გაეცინა, ან მოუნდა რომ ჩვენთან ერთად იყოს. შარშანდელი შეკითხვა გამახსენდა Super Bowl-ს რო უყურებ. კი ბატონო, აი აჩის ახსოვს. ცოტნეს ყურადღება კი მიიპყრო ერთ-ერთმა პოპულარულმა მიმდინარეობამ. რამდენიმე წუთიანი ჩაფიქრების შემდეგ კი თქვა, ამას უნდა კონდეს ეს X-ი და მე არა? რაზეც გაგვეცინა, იმიტომ რომ 200 ზონა ჟღერდა მისი ნათქვამი. ბიჭებს ყველას გაგვეცინა. ეს X-ი ცოტნესთვის ფიზიკურად ურთულესი მისაღწევია. შესაძენად კი ძვირი. რისი ქონა უნდა ცოტნეს რაც YouTube-ზე ნახა? წავიდა ერთი წუთი. პრესი არა. შესაძენად ვერ შეიძლება. ოქროს დილდო ხო არა? რა მიმდინარეობა შეიძლება იყოს? ცნობილი მიმდინარეობა YouTube-ზე რა შეიძლება? არა, ერთ-ერთმა მიმდინარეობა მიიღო. მოიცადე, ესე იგი შესაძენად ძვირი, მაგრამ როგორ არის დალევა. მოიცადე, შესაძენად ძვირიო და მანამდე რა იყო? ხო, ეგ ანუ თულად მისაღწევი, ფიზიკურად მისაღწევი, მაგრამ ძვირი რო შეიძინოს? ოქროს დილდო. ფორმა რაღაც ხო და პრესი რაღაც. ბიჭო, ფიზიკურად ვერ შეიძლება. ანუ სკოლებზე წავედი რატო? მაგ ამერიკული სკოლები მანქანებში და რაღაც. რა სკოლები? კარგით. ბატონო გიორგი, 4-2-ს იგებთ, ასე რომ სწრაფად ეხა მითხრათ ვინ უპასუხებს. მე უპასუხებ, იმიტომ რომ პასუხი არავის არ აქვს და ამიტომ ორი ვარიანტი მაქვს, ერთი ოქროს დილდო და მეორე იქიდან გამომდინარე რომ ცოტნე და სასმელი კარგად არიან ერთმანეთთან და ამ შეხმატკბილებას ღვიძლი ვერ ეწყობა. ეს არის ჯანმრთელი ღვიძლი კიდე ერთხელ რამეს უყურა და ეს იყო ჯანმრთელი ღვიძლი. 200 ზოვნად რა ჟღერდა, რო თქვა თქვენ. ცოტნესთვის ეს არის მიუღწეველი და ახალი ღვიძლი ძვირი ღირს მაგალითად. ანუ ღვიძლი. იგივეა. ღვიძლის ვიდეოებს უყურებდით YouTube-ზე. მივიღეთ თქვენი პასუხი, ღვიძლი. ჩვენიერი პასუხია მე. დილდო ან ღვიძლი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი კაპიტნის. ორი ვერსია ვნახოთ ეკრანზე. პრესი. ცოტნეს უნდა და პრესი ძვირფასო მეგობრებო, რაც რთული მისაღწევია მისთვის ძალიან. შესაძენად კი ძვირი და YouTube-ზე პოპულარული მიმართულება არის პრესის ვიდეოები. პირველივეზე პრესი. შესაძენად ძვირი ეგ იყო 200-ზოვანი? პირველივეზე პრესი. მუცლის პრესი. შეძენა. ამ არა 200-ზოვანი იყო პრესი, ორ რაღაცას გულისხმობს. ხო და ამის მეცხრე ძვირი ალბათ. 4-3 დაიქაჩა სხვაობა. კარგით, გამოვაცხადოთ უკვე მერვე რაუნდი. აუ, ბარა, კაია, ბევრი კითხვა გაიგებოდა. ეგრე თუ იყო ეს არის. უპროჭეს უნდა რაღაცის თქმა. დიდი მადლობა ბატონო წამყვანო. პირველ რიგში ძალიან მიხარია რომ ამ გუნდს ყავს ესეთი კაპიტანი, ესეთი ნიჭიერი კაპიტანი და თავისთვის დაიტოვოს ოქროს დილდო და რაც შეეხება ვამაყობ რომ ესეთი არაჩვეულებრივი დამხმარე გყავთ
ლევანის სახით. კარგად დაგიწყენი იგებია სხვადასხვა. შეასრულებდა თავის როლს. უღრმესი მადლობა მას. რაღაც უფუჭებენ. ახლა ლოკის ხმა გაიგეთ, მეგობრებო, მოვიდა სინდისი, რაც საინტერესოა. ბატონო გიორგი. ოქტოპოსის ადმინისტრაცია გიგზავნით ამ შეკითხვას. დიახ. როგორ? რა? გურაყვარო. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, თქვენ დიდი შანსია რომ მე პრიზით წახვიდეთ აქედან დღეს. მოკლედ. გისმენთ ბატონო წახვიდეთ. წინა სეზონის თამაში ბევრჯერ გავიხსენეთ და გახსოვთ ალბათ ფიასკოთი რომ დასრულდა. თქვენი გამოსვლა. შესაძლო იყო რომ გიორგი მახარაშვილის 6-ეული გადამწყვეტ რაუნდამდეც ვერ მისულიყო 5-5-ზე და მერე წააგეთ და იქამდეც წაგეგოთ რომ არა კაპიტნის სასწაულად გამოცნობილი საჩუქარი კი ბატონო რაიდო ეგ არის ეგ როგორ პროსტა იდოყვიდა საჩუქარი ბატონო ვაჟა დიახ სწორი შეკითხვა ყველა გაოცდა გუნდის წევრები თუ საიდან გამოიცნო ბატონმა გიორგიმ ეს პასუხი ერთი წუთის შემდეგ გაგვიმხილეთ მართლა საიდან მიიღეთ ეს სწორი პასუხი წავიდა დრო ჩახედე ხო ჩახედი იმიტომ ლოგიკურად ვერ თქვა რატომ მოაფიქრდა ვერ თქვა ვადამდელი აიღე რა ვადამდელი არა ბიჭო რო თქვა რაღაცა ყობა იქნება არა რა თქვას მაგარ ბიჭო ვადამდელი მე ვიტყვი შეჩი ხარ და მე ვიტყვი წავაგოთ ამის დედას რომ წავაგოთ მაინც ყველას ეცოდება მაინც რა სორი მე დღემდე არ ვიცი როგორ გამოიცნო მარტო ვადამდელი 30 წამი გავიდა 30 წამი დაგვიბატე თორე ვიდეოს ამოგვინახა და სადაც ჩასაათები ბატონო გიორგი ამოიწურა წუთი და ვინ უპასუხებს მე უპასუხებ თქვენ უპასუხებთ ბატონო გიორგი რა თქმა უნდა ყველაფერს თქვენ პასუხობთ რა ჩემზე ახალ იყო კითხვა თქვენზე რაც არ იყო ხო რას ამბობ გისმენთ ვახტანგ ბოლოთაშვილი მიდავს ნერვებს თავის სიცოცხლე უპროჭესის საძმო ძლიერდება თქვენს უკან როგორც ხედავთ რომ მოვედით დავჯექით და აჩიკო მეუბნება თავიდან რომ შავყუჩიო რაღაც შეფუთულ საჩუქას ბრჭყიალებდაო და დებდნენო ეს მე არ დამავიწყდა თამაშის ბოლომდე მახსოვდა ბატონო გიორგი სიმართლე უნდა თქვა ეს არ არის ბოლომდე სიმართლე ეს არის ნახევრად სიმართლე აჩი მითხრა როდის გითხრათ აჩი როდის გითხრათ აჩი მე შეიძლება გავუცე პასუხი არა ბატონო ანუ ბატონო ეხა ეცე ამიდა ეს რა დაუკარგო არ მინდა რომ ისე მოხდესო თან სიმართლე თქვათ ნახევრად და თან ქულაც ვერ აიღოთ და აჩი აჩი მითხრა როდის თამაშის რამე მნიშვნელობა რა თქმა უნდა დეტალები ყველაზე მნიშვნელოვანია თამაშის მსვლელობის დროს რა დროს მსვლელობის დროს ანუ რა კითხვის პროცესში გითხრათ ანუ წუთის მიმდინარეობაში ის მოდა ხმა ხო მითხრა მაგრამ საჩუქარი დოიხოდა ჭყიალებდაო ეგრებით ხა მე საჩუქარი ჩემით მოიფიქრე აჩი მითხრა შეფუთული იყო და ჭყიალებდა ანუ აი 50000 წამამდე ვერსია რო არ ქონდა და უცებ რო პროჭიდან გამარტყა ეს თქვენ რას ამბობთ თქვენ ინტერნეტ კლუბში ეს რაღაცა მოხდა რა თქვენ ეს წინასწარ ნანახი გამოიცანით ანუ ამას მივიღო ეს პასუხი ბატონო გიორგი რა თქვენ შეთერობით აიღეთ ეს კულა მაგრამ ყველა შეუძლია მოინახოს წასული გავიცნეთ გვეყო ბატონო ვაჟა თქვენ გიორგი მახარაშვილის გონებრივ შესაძლებლობებზე ხوار შეგეცვალათ წარმოდგენა უბრალოდ მაინტერესებს არა იგივე დარჩა ანუ რაც იყო დიახ ჩვენ ზუსტად იქვე ვამბობდით მაგას რომ საიდან მოიტანა თქო მე რა რომ მითხრა ალბათ დაინახაო და ხო ალბათ დაინახა თქო მეც იქვე უთხარი და ბატონო წამყვანო მითხრა და უცნაურად გამოიწვა ძალიან ეს მოხდა შემთხვევით ბატონო აჩი ხო ეს რომ მოვედი ჩაწერაზე შარშან გაიჭედა შემთხვევით მაგიდაზე იდო შავი ხუთი და ვა ეს რამ რაღაცა და აუხადა არ მეგონა რომ იდებოდა და რაღაც და უცებ დაუყურე რა ყალა თქვენ იჯექით იქვე თქვენ იქვე იჯექით და მკითხეთ რომ დაინახეო რა და მეთქი ვერაფერი ვერ დავინახე მეთქი რა და რეალურად მაგრამ 50 წამზე გაგახსენდათ რეალურად დავინახე რაღაცა ბრჭყვიალა მაშინ ვერ მივხვდი რა არიცოდა რა იყო შეფუთული რაღაცა მართლა არიცოდა მე გამოვიცანი ხო აჩიკო მაგრამ მე შემა კამაყოფილიყო საჩუქარი მაგრამ თქვენ უპასუხეთ საჩუქარი და ეს იყო სწორი ვერსია ისე როგორც ეს ვერსია არის სწორი და ქულა რა თქმა უნდა გუნდ 5-3 ხო და დამხელიძე
გამოვაცხადოთ ამასობაში მეგობრებო მე-9 რაუნდი. ბატონო წამყვანო, კითხვა მაქვს თქვენთან შეიძლება? ჩვენ 6-0 გვაქვს, ხო წინა თამაში წაგებული. დიახ. ჩვენ ანუ 6-0 გამოვიგოთ ახლა რომ გავთანაბრდეთ, ხო? რევანში თუ გინდათ სრული, რა თქმა უნდა, მაგრამ გასაგებია. ან მეორე ვარიანტი არის მესამე წელსაც მოგვიწევს კიდე მოსვლა, რომ ორი რევანში. ბატონო წამყვანო, მულსპელად უნდა გითხრათ, რომ პირველად მიხარია, რომ გუნდმა სწორი პასუხი გასცა კითხვაზე. გამოჩნდა უპროცესი ვინ არის ბატონო ცოტნე, გამოჩნდა რეალური უპროცესი ვინ არის. მონღოლეთი მოვიდა მეგობრებო. გადამწყვეტი რაუნდის აღება შეგიძლიათ, იმიტომ რომ უკვე 5-3 იღებ. დიახ, რა თქმა წინაზე უნდა. მახსოვს ეგ გადაწყვეტილება რომ მიიღე 6 დონის მოგებას რო აპირებ. დიახ, ახალ წელს რო არ გეძინათ. მაგრამ კაცური იყო ეგ ყველაფერი. ისევე როგორც შავკუჩურიცო წინასწარ ეგეც კაცური იყო. მაგრამ მოусმენთ კითხვას. ამ ეტაპზე. კი ბატონო, ვითამაშოთ. მონღოლეთი მოვიდა. ცისანა ცინი. ანალიტიკოსი ითამაშებს თქვენ წინააღმდეგ. ბატონო გიორგი. თქვენი საყვარელი ნომერი რა არის იუმორინაში, რაც გინახავთ? რა თქმა უნდა, ეს არის გაბზეკილი. ხო. ბიძინა მახარაძის პაროდია თქვენ ხო და გაბზეკილი. დიდი იმედი მქონდა რომ ჩემს გამოსვლას იტყოდით ერთ სოციალ. არ უყურებდი ხოლმე ყოველთვის ვახევდი. არა, ვიხევდი ახევდა ბუთი. 2020 წლის საიუბილეო იუმორინაზე 2020-ის გიორგი კალატოზი ანუ მე წარვსდექი დებიუტანტის რანგში მაყურებლის დებიუტანტი ჩაიწერე დებილიტანტი მოგეხსენებათ აღნიშნული გადაცემა ტელეკომპანია იმედმა საახალწლო პერიოდში გადასცა ეთერში ჩემი გამოსვლის დამთავრების შემდეგ კი Facebook-ზე მომივიდა friend request-ი ადამიანისგან რომლის სახელი და გვარი ვიცოდი, მაგრამ სახეზე ნანახი არასდროს არ მყავდა. ნუ თუ უკვე ჩაწერილი აქვს ჩემი გამოსვლა, გავიფიქრე. ვეც როგორ? ვისი რეკვესტი მომივიდა? შოთა სიხარული. ვისი რეკვესტი მომივიდა დამის სახელით 1 წუთის შემდეგ. წავიდა დრო. შოთა სიხარული, ატვირთა შოთა უეჭველი. ვადამდელი შოთა სიხარულზე. ვის უნახავთ, ანუ იგებთ ისედაც. შოთა სიხარულზე. კაცი, აი ესე მოვიგებთ, დიდრულად მოვიგებთ. ატვირთა შოთა სიხარულზე. იცით ნახვი. რატომ? ავიხსენეთ, რატომ მომივიდა? არ ვიცი, შეგრე გვარამიაც მოგივიდა, მაგრამ რატო ხო არ ვიცი კაცო. შეიძლება შენგან უნდა თხოვნა რა. სახელი და გვარი გამეორეთ კარგად? შოთა სიხარული. თქვენ გიკარნახეს ახლა თქვენმა თანაგუნდელებმა ესო რა შოთა აუ ეხა თქვენ ამბობდით შოთა სიხარულიძე ხო სწორად გავიგე ატვირთა შოთა სიხარულიძე მაწერია იქ შოთა სიხარულიძეს მანამდე ვამბობდით თუ შეიძლება ბატონმა გიორგი თქვა შოთა სიხარულიძე ხო ესეთი ხო ესე იყო სწორად ვიდეოებზე არის შოთა სიხარულიძე მაგრამ ნამდვილი სახელი გვარია შოთო სიხარულიძე რასადოდის ის ტესტებაში ჩავხედავ როგორ წერია ანუ აი ამ შემთხვევაში ნუ ჩავთვალოთ თუ არა ეს ვერსია აი ბიჭო რა ჩემთან აკონსოლის დედა მე ხო კიდევ ერთხელ მინდა რომ იქ არის ისმის ჩიფსის ხრაშუნის ხმა და ან გააჯმინე ან აი კიდე რაღაც მართლა მოიგეს მეგობრებო მოიგეს რა თქმა უნდა მოიგეს გიორგი მახარაშვილის გუნდმა აიღო რევანში როგორც ხედავთ და აი დღეს გამარჯვებული მოაზროვნეები აუ მე მაგრამ აინტერესებს რა ხდება ლაჟიკო გოგუა დევიდენ დოქსი გიორგი ქორიძე თორნიკი ანდრიაძე არჩილ ცენტერაძე და გუნდის კაპიტანი რომელსაც დღეს თავის სინდისაც ძლია გიორგი მახარაშვილი გილოცავთ მეგობრებო რევანში აშკარად შედგა მოდი შევაჯამოთ თამაში და გადავიდეთ უხუცესთან და დავასახელოთ დღის საუკეთესო მოთამაშეები, როგორ მოგეწონათ თამაში და ასე შემდეგ. რაც ვისურვე ბოლომდე ის არ გამოვიდა, ძალიან დაძაბული არ იყო თამაში, მაგრამ მეორე ნაწილი სურვილის ამიხდა, იმიტომ რომ მოიგეს. ეგ კაი იყო. კაი კითხვები აიღეს რამდენიმე. რაც შეეხება მოაზროვნეს დღის, თავიდან ოზიზე ვფიქრობდი, იმიტომ რომ აშკარად კარგად დაიწყო და პირველი ორი კითხვა რაც აღებული ქონდათ ოზის პასუხები იყო, მაგრამ
საბოლოო ჯამში მაინც מחარა უნდა დავასახელო მე პირადად, იმიტომ რომ ყველაფერს თვითონ უპასუხა და გადაფარა სხვისი კარგი თამაში. ეს არის კაპიტანი, ნამდვილი. ნუ ახლა რაც იყო, ანუ მე ავარჩევდი ოზის და מחარას შორის და ამ შემთხვევაში ოზის და מחარას შორის. მაშინ ესე იგი გამოდის ასე, რომ გიორგი מחარაშვილი იბრძოლებს ფინალში. არა, თქვენ დაასახელეთ უკვე ადამიანს იბრძოლებს როლის ოქტოპუსისთვის. მოდი, ვახო ბოლოთაშვილსაც თხოვოთ. შეაფასოს თამაში. ძალიან კარგი კითხვები იყო, ძალიან იმხიარულა გუნდმა, მადლობა გუნდს ყველაფრისთვის და ბრავო. ვინ არის თქვენ აზრით დღის საუკეთესო მოთამაშე? დღის საუკეთესო რა თქმა უნდა ანდრიაძე. თორნიკე ანდრიაძე ძალიან მაგარი იყო. უპროჭესი დააჯილდოებს თავის რჩეულს, ხო? თუ სხვა ჯერსკობს ვკითხოთ. შეგვიძლია ვკითხოთ. ლიტვის რასადროდისის ტრადიციათა უფლებათა დამცველი ლიეტუვის კი ბატონო. ულოცავ გუნდს დამსახურებულ გამარჯვებას. მე მოველოდი რომ მარტივი იქნებოდა მათთვის დღეს დამარცხება მაყურებლის. ისეთი გუნდია შეკრებილი, ისეთი საოცნებო ექვსეული. ბატონ გიორგი რაღაც მატჩებში და ვერ ხედავ, დიდი ბოდიშს მოხდ მან რაწერია. გისურვებთ მეგობრებო წარმატებებს მომდევნო თამაშებშიც და ვნახოთ ვინმე თუ შეძლებს თქვენი შედეგის გაუმჯობესებას. მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და ძალიან საინტერესო თამაშისთვის. მადლობა. საუკეთესოდ ალბათ არჩილ სენტრაძეს დავასახელებდი. ბატონო წამყვანო, საშინელი თამაში იყო. ესეთი ცუდი გუნდი პირველად ვნახე და ჩემი ჯილდო როგორც გუნდის უპროჭეს, მინდა გადავცე რა თქმა უნდა გუნდის კაპიტანს. აი ეს თქვენი ბატონო კაპიტანო, ჩემგან საჩუქრად. შეინახეთ, გამოგადგებათ იმედია. უპროჭესის ჯილდო გადაეცა გიორგი מחარაშვილი. აქ ეკუთვნის მე მგონია რომ ეს ჯილდო. და ასევე 5-0-ის წარმომადგენელიც არის ჩვენი ძვირფასი ცოტნე. კი ბატონო, მეთქი სხვა აღარ არის ვინმე. არა. დიახ, და რა თქმა უნდა 5-0-ს ერთ ყუთს გადავცემ ბასტოს, რადგან მაგაზე საშინლად არ უთამაშია არავის დღეს და შენი საქმე არ არის რასადროდის, წადი ილოთავე დალიე და შეგერბოს. ფერბურთი ითამაშოს. 5 და რა შეეხება საუკეთესო მოთამაშეს, ჩემი აზრით ოზი არის ერთ-ერთი საუკეთესო დღეს. იმიტომ რომ ყველაზე მეტი სწორი ვერსია ხონდა და ყველაზე კარგად ძალიან საინტერესო თამაში იყო პირველ რიგში აღმოჩნდა გილოცავთ მოაზროვნეებო მოგებას და დილემის წინა შევიდექი რომ მეთქი ის გადავს ორი გამოკვეთილი ფავორიტი იყო დღეს ვისთვის უნდა გადავისა და ძალიან ბევრი ბილწი სიტყვის გამო ბოლოს გადავწყვიტე ის რომ თორნიკე ანდრიაძემ თორნიკე ანდრიაძე ხდება კრედოს რჩეული 500 ლარი გადაეცემა 500 ლარი გადაეცემა თორნიკე ანდრიაძეს. რა შესანიშნავად განაწილდა ორ გამორჩეულ იმას შორის იმას საათი აიღო პროჭის ბოლოდემა 500. და ესე მიდიოდა. ბატონო თორნიკე, გახსოვთ მე თქვენთან გადაცემაში რომ მოვედი რითი გამომიშვით? დიახ, მახსოვს. Nintendo-ს 5-ით. კი. მოყავთ 5-ით მარტო. კი, მე ის 5-ით სამიტოვეთ და ჩვენგან მიიღეთ და კრედოსგან 500 ლარი. საღო ლეო მე. მადლობა. სოკარის წარმომადგენელი დაასახელებს დღის მოაზროვნეს და გადასცემს საწვავს. სოკარმა თამაშს გარეკცევების გამო დაგვაჯილდო თუ შეიძლება. კომენტარი. არა, ყოფაქცევაში მე დევიდს მივცემდი, რა თქმა უნდა. სხვა პრის. ბრავო, კი, აი. ესეთი წესი არის მოთამაშემ მეორე არ მინახავს. მადლობა სოკარის რჩეული, რა თქმა უნდა, გუნდის კაპიტანი გახდება და გადაეცემა რატო გააფუჭე ხუმრობა რომ ემიტირიოდა სუპერბლიცია იყო და უმეტესი ქულების სწორედ კაპიტანმა აიღო და ამიტომ სოკარის 200 სოკარი ერთ-ერთი ადამიანები სწორედ უკვე ნანო პრემიუმი გადაეცემა מחარას სიკოლებივით მე არ მინდა ხა 200 ლიტრი სოკარისგან გადაეცემა ბატონ გიორგის დიზელი თუ ბენზინი ბოდიში რა ნანო პრემიუმი საწვავი რომელიც უხილდება გარემოს და ასევე ძრავს მანქანის ბატონო წამყვანო მე ეჭვი მაქვს რომ სოკარის წარმომადგენელს 50 ლიტრი შეხვდება იმ 200-დან რატომღაც ეგრე მგონია რატო უნდა შეხვდეს უპროჭესი ძნობს ხო ჩვენ ესეთი ჩვენ გადათად ძმაკაცები ვართ რა შუა შეიძლება გადაცემა იმის 50-ის ვიცით აღარ ბატონო გიორგი როგორ მოგეწონათ ამითი დავადასტურეთ არ მომეწონა დიახ არც ერთონეში იმიტომ რომ ოზი არ იმსახურებდა 500 ლარს ეს ხო ლეურად გადაანაწილებული მაგ 500 ლარით მე რა ბენზინს ვერ ვიყიდი ხო გავიგე რომ მეტი გამომდის მაგრამ გაქრიშებაც არ გამიჭირდება ეხლა მაგრამ
ემაზე კი არა, просто ოზი რანაირად იმსახურებდა იმ პასუხების მე რაც მე გავეცი მართლა არ. ანუ გადაცემა კარგი იყო, მაგრამ იმ დროს შეიცვალა სიტუაცია, როცა ოზიმზე გაიგეთა 500 ლარს იგებდა. ბატონო წამყვანო, ეხლა რაც ილაპარაკა კაპიტანმა გუნდის, ძალიან გული წყდება რომ მეორე საათი არ მაქვს, თორემ მაგასაც ვაჩუქებდი. მაჯის საათიც გავუკეთოთ. მე უპროჭეს მინდა მიმართო, რომ ნუ გადაეზრდება ეს ყველაფერი ყლაბაში. და დატოვოს მესამე საათსაც ვაჩუქებდი. მეგობრებო, პირველ რიგში უღრმესი მადლობა რომ იყავით აქ. მე ყოველთვის მიხარია თქვენი ნახვა, იმიტომ რომ ქართულ YouTube-ზე ჩვენ ერთმანეთთან მისვლა მოსვლა არ დაკლებოდეს 2005 წელსაც. 25. კი, გაიგე. კაია. 2005-ში ვიგულა. ჩამეყლაპა 1-2-იანი რა იყო. 2025 წელსაც არ მოკლებოდეს. შენ ეგ დროის დაბრუნება არ გინდოდეს და. აბა გიო მერე. ბატონო გიო. დიდი მადლობას გადავუხდი სპონსორებს. ჩვენი წარმდგენი არხის კონტენტის არის ევროპაბet სპორტი. და ყველა სპონსორს, რომელიც არიან ჩვენთან, იქნება ეს 5-0, სოკარი, იქნება ეს კრედო. შემდეგ წელს შევხვდებით ისევ ერთად, ძალიან საინტერესო პროექტებით. თქვენ კი უღრმესი მადლობა თამაშისთვის. თამაში შედგა ნახვამდის.